ეს არჩევნები უნდა იყოს რეალურად თავისუფალი, გამჭვირვალე და ქართველი ხალხის საქართველოს მოქალაქეების სუვერენული ნების გამომხატველი. და კიდევ ერთი არის პოლიტიკური პროპაგანდა აი ამ პოზიციებისა, სადაც პირდაპირ გეტყვით, რომ საერთაშორისო ძალიან დიდი და სერიოზული მხარდაჭერა აქვს აი ამ პროცესს და მეორე. ეს არის დასავლეთის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ხელისუფლების შეცვლის დროს და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენი მოსახლეობის მანდატით აღჭურვილი პოლიტიკური პარტია, რომელიც იძულებულს გახდის რვიანსაც, ცხრიანსაც და 15-იანსაც მხარი დაუჭიროს არა კოსმეტიკურ ცვლილებებს, არამედ რეალურ ცვლილებებს, რომელიც ჩადებს საფუძველს საქართველოში ხელისუფლების რეალურად შვიდობიანი არჩევნების გზით შეცვლისას. თავდადასთან როგორც ცნობილი ეს რევოლუციური ფლანგი ითხოვს ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ საარჩევნო გარემოს შეცვლის გარეშე. რამდენად მიზანშეწონილი არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება? ჩვენი დამოკიდებულება, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დამოკიდებულება ხელისუფლებიდან წამოსული და ოპოზიციაში გადმოსული პოლიტიკური პერსონების მიმართ არის საყოველთაოდ ცნობილი. მე ყოველგვარი ირონიის, ყოველგვარი სარკაზმის, ყოველგვარი გროტესკის გარეშე მათ ვეტყვი, რომ ხელისუფლებაში გადმოსვლა არ არის რაიმე ტიპის ინდულგენცია, რომ ხელისუფლებაში გადმოსვლა არ არის მდინარე იორდანეში შესვლა და განწმენდა იმ პოლიტიკური პროცესებიდან, რომლის თანამონაწილეებიც ეს ძვირფასი ქალბატონები და ბატონები იყვნენ, არამედ ოპოზიციაში გადმოსვლა ეს არის ხანგრძლივი ყოველდღიური და დაუღალავი ბრძოლა და მიღწევა ერთადერთისა. არა მათ დასაბრუნებლად ქვეყნის ხელისუფლებაში, არამედ ჩვენი მოსახლეობისათვის რეალური შანსის გაჩენა, რომ ძალაუფლების პატრონი ამ ქვეყანაში იყოს ხალხი და არა ხელისუფლებიდან წამოსული პოლიტიკური პერსონები. რაც შეეხება გარემოს გაუმჯობესებას და ამ ტიპის პოლიტიკურ შეფასებებს, მე ჩემთვის პირდაპირი სამართლიანობითა და პირდაპირობით გეტყვით, რომ ჩვენ ვიბრძვით არა გარემოს გაუმჯობესებისათვის, არამედ ვიბრძვით ხელისუფლების რეალურად შეცვლისათვის და ამ ცვლილების პროცესში გვინდა რომ საყოველთაო იყოს ის მხარდაჭერა, რასაც ქვია ის საარჩევნო პრინციპები, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ ყველა დონეზე, მათ შორის პირველ რიგში ქართული მედიის წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე, საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარმოადგინა, ჩვენ კვლავ დაუღალავად ვაგრძელებთ ამ იდეების პროპაგანდას და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით სწორედ რეალური გახდება ეს ვითარება. სხვა შემთხვევაში მინდა ვიყო გულწრფელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. არ დადგება რევოლუციური შედეგი. კერძოდ, თუ რევოლუცია ნიშნავს განახლებას, მაშინ ამ ხელისუფლებიდან წამოსული პოლიტიკური პერსონები განახლებას ქვეყანაში ვერ მოიტანენ. თუ ხელისუფლება ნიშნავს განახლებას, თუ რევოლუცია ნიშნავს განახლებას, მაშინ უნდა დადგეს რევოლუციური შედეგი, ანუ რეალურად ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს რეალური მემარცხენე ალტერნატივა, ანუ საქართველოს ლეიბორისტული პარტია და სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების კოალიცია. ეს იქნება შედეგი, რომელიც კარდინალურად შეცვლის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის აი ამ ხელისუფლებას და პრაქტიკულად იქნება გარანტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობის, სოციალური წონასწორობის აღდგენისათვის. ეს არ ნიშნავს ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს მთლიანად რადიკალურად შეიცვალოს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, მათ შორის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხში. რატომ დამერწმუნეთ, რომ ეს არის მსოფლიო გამოცდილება. მანამდე ვიდრე საქართველოში არ აღდგება სოციალური წონასწორობა, მანამდე ვიდრე იქნება ასეთი უკიდურესი პოლარიზაცია, უკიდურესი ღარიბებისა და უკიდურესად მდიდრებისა,
რომლის პროცენტული შემადგენლობა არის უდიდესი უმრავლესობა გაღატაკებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და მხოლოდ მცირე პროცენტი გამდიდრებული ადამიანებისა, იქ ზედმეტია ლაპარაკი ფასეულობებზე, მეტადრე დემოკრატიულ ფასეულობებზე. რამდენი პარტიაც არ უნდა შეიქმნა საქართველოში დემოკრატიის სახელით და არავის ბოსტანში კენჭებს არ ვისვრი, რეალური დემოკრატია დადგება ამ ქვეყანაში მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანაში სოციალური წონასწორობის ბალანსი აღდგება. უკიდურესად დუღჭირ საქართველოში დემოკრატია არის მხოლოდ ხელისუფლებისათვის, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისათვის, ჩვენი ბრძოლის მთავარი მიზანია დემოკრატია დაუბრუნოთ ხალხს და არა ხელისუფლებას. ქალბატონესთან ეს ადამიანები, ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ, ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადმოსული ადამიანები, ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ გაერთიანებისკენ, მათ შორის მოიაზრება ცხადია ლეიბორისტული პარტია. აი თქვენი დღევანდელი განცხადებისა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, შესაძლებელია რაიმე ეტაპზე ლეიბორისტული პარტია მათთან ერთად ვიხილოთ ქუჩაში? ჩვენ ყოველთვის ვდგევართ ჩვენს ხალხთან ერთად. მაგრამ წინასწარ გამოცხადებულ რევოლუციაში საქართველოს ლეიბორისტული პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. ამას აქვს თავისი რეალური მიზეზები და ამას ქვია უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვთვლით, რომ როგორი სცენარითაც არ უნდა წარიმართოს საქართველოში ვითარება, განახლების შედეგი არ დადგება. ჩვენი ხალხის სამართლიანი მოთხოვნა და მისწრაფება რეალურად შეცვალოს ხელისუფლება, რეალურად შეცვალოს ეს გამაღატაკებელი პოლიტიკური სისტემა და რეალურად ქვეყანაში დაიწყოს ჩვენი მოსახლეობისათვის, მოქალაქეებისათვის არსებობის, პერსპექტივის და მომავლის გაჩენა. და ცოტა შეიძლება თლად თქვენი შეკითხვის პასუხად არ იყოს, მაგრამ მე არ მინდა კიდევ ერთი მთავარი გამომჩეს თქვენთან დღევანდელი სტუმრობისას. როდესაც ჩვენ სოციალურ ორიენტაციაზე, სოციალურ ღირებულებებზე და სოციალურ ფასეულობებზე ვაკეთებთ აქცენტს, აქ მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის სოციალური ცხოვრების მომავალი, არამედ ქვეყნის მომავალი. დამიჯერეთ, რომ თუ ასე გაგრძელდა, არა თუ საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური არსებობა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რატომ? ასეთია გეოპოლიტიკური კანონები. სოციალურად გაღატაკებული ქვეყნები ყოველთვის ნებსით თუ უნებლიეთ ხდებიან ძლიერი მეზობლების ან სხვა გაერთიანებების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეშ, სადაც იკარგება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამიტომაც ყველაფერი ერთად, რომელიც წარმოადგენს ერთდიდ საფრთხეს, ჩვენ ვალდებულნი ვართ ამას თვალი გაუსწოროთ და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ეხლა ბურთი და მოედანი ხალხთან არის გადასული. მას შეუძლია მისი პრინციპულობით, მისი სუვერენული უფლებების მოთხოვნის გათვალისწინებით შეცვალოს ხელისუფლება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყანაში მოხდა რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალება, მათ შორის 90-იანი წლების სამხედრო შეიარაღებული გადატრიალება, 2003 წლის შიდა პარტიული და შემდგომ კონსტიტუციური და სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენ რა თქმა უნდა არასოდეს არ დაუჭერთ მხარს ამ ტიპით ხელისუფლების სვლას, ოღონდ მოხდა ერთადერთი რევოლუციური შედეგი. ეს იყო 90-იანი წლების საპარლამენტო არჩევნები, სადაც ხალხის ნებით გამარჯვებულმა ეროვნულმა ძალებმა მთლიანად შეცვალეს სისტემა და საბჭოთა საქართველო აქციეს დამოუკიდებელ და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკად. ჩვენ მხოლოდ აი ესეთი სისტემური ცვლილებისაკენ, ხელისუფლების რეალური შეცვლისაკენ უნდა ვისწრაფოდეთ და არა პოლიტიკური პერსონების შეცვლისაკენ, რომელიც დამერწმუნეთ არაფერს არ შეცვლის ამ ქვეყანაში. ბოლოს მინდა გითხოთ ქალბატონესთან, აი ზოგადად გასაგებია პოლიტიკური პარტიების სურვილი, მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობაში რამდენად გრძნობთ რევოლუციურ განწყობას? არსებობს კი საერთოდ ასეთი განწყობა ხალხში?
პოლიტიკური ტექნოლოგიების თუ სხვადასხვა სიგნალებით, რომელიც ძირითადად ბეჭდური მედიიდან და ბევრად უფრო ნაკლებად ალბათ ტელემედიიდან ჩვენს მოსახლეობას გადაეცემა, ეს არის ემოცია. ემოცია გულწრფელი, ემოცია სამართლიანი, ემოცია, რომელიც გადის საქართველოში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ოჯახებზე, მათ შვილებზე, მათ ყოფნა არ ყოფნაზე, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომლებთაც უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, არ აქვს შესაძლებლობა დაიცვან მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, არ აქვს შესაძლებლობა იყვნენ თავისუფალნი, ვინაიდან სასამართლო არის შერჩევითი და ყველაზე დიდი დეფიციტი ამ ქვეყანაში არის სამართალისა და სამართლიანობისა და ეს არ არის ლეიბორისტული პარტიის დასკვნა ჩვენი მოსახლეობისაგან მიღებული. უკანასკნელი ხანის საერთაშორისო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მათ შორის ევროპის საბჭოს, მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, როდესაც საქართველოში გამამართლებელი განაჩენი არის 0.000 რაღაც 4%, ანუ 15,000-დან შეიძლება იყოს 4. ეს არის კატასტროფა საქართველოს მართლმსაჯულებისა. როდესაც მედია უფრო მეტწილად არის პროპაგანდისტული და არც ერთ შემთხვევაში უფრო მეტწილად თავისუფალი. როდესაც სოციალური ფონი არის უკიდურესად მძიმე და ჩვენ გვეუბნებიან მათ შორის უცხოური კვლევები, რომ 2 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება სიღატაკის ზღვარს მიღმა, მაშინ სადამე რეალურად შიმშილობს. როდესაც არ იქმნება სამუშაო ადგილები, როდესაც აბსოლუტურად ეფემერულია და რაღაცა მეტაფორული გახდა საქართველოს ეკონომიკა და მისი წარმატებები. როდესაც ისედაც მცირე მიწიანი საქართველო კიდევ უფრო მეტად ცოტავდება ერთის მხრივ ორი სეპარატისტული რეგიონის საქართველოდან ჩამოჭრის შემდგომ და მეორეს მხრივ ასე უპასუხისმგებლოდ ქართული მიწების მარჯვნივ და მარცხნივ ყოველგვარი ტიპის ავანტიურისტებზე გადაცემის მიხედვით. მაშინ როდესაც არის უამრავი პრობლემა, რა თქმა უნდა, სრულიად სამართლიანად ჩვენი მოსახლეობის განცდა და განწყობა არის ერთადერთი შეიცვალოს ეს უმძიმესი რეალობა ქვეყანაში. მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ავანტიურისტული ამბოხების, ფსევდორევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალებების, ჩვენი ქვეყნის კვლავ წარსულში დაბრუნების, არა როგორც პროცესის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური პერსონების თვალსაზრისითაც ჩვენი მოსახლეობა არ შეეგუება და თუ ვინმეს აინტერესებს დაკვეთა რა არის ამ მოსახლეობისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არის ერთადერთი. რეალურად შეიცვალოს ხელისუფლება, რეალურად შეიცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება და რეალური ალტერნატივა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში ფართო კოალიციის სახით და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლებიდან წამოსული პოლიტიკური პერსონები, რომლებიც არაფერს არ შეცვლიან ვინაიდან. გამოცდილება ასეთია. ბოლო 15 წელია მინიმუმ. ეს ქალბატონები და ბატონები იცვლიან სახელებს, იცვლიან სახეებს, იცვლიან როლებს და პრაქტიკულად არ ცვლიან ქვეყანაში მომავალს. შეიქმნა რაღაცა ტიპის პოლიტიკური თეატრალური დასი, რომელიც დგამს სხვადასხვა სპექტაკლებს, მათ შორის დღეს რაღაც მოდაშია თაწმინდაზე ხშირად გავიგონებ ხოლმე ახალგაზრდებში action რაღაცა ტიპის ემოციებს, არა ჩემო ბატონებო. ჩვენ ამ თამაშების, ამ ექსპერიმენტების დრო არა გვაქვს, ჩვენი ვალდებულება, ჩვენი პასუხისმგებლობა მართლაც ქართულ ხალხთან ერთად რეალურად შევცვალოთ ქვეყანაში ხელისუფლებაც, ვითარებაც და ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს შევქმნათ მომავალი. დიდი მადლობა.